ეს მეგეთყვით, რატომ არის 50 ცენტის საუკეთესო ტროლი ინდუსტრიაში. მოდი იმას გეტყვით, რომ ვიდეოს ბოლოს გაიგებთ თუ რატომ ესროლეს ამ კაცს შვიდჯერ. Ყველა არ მოხდარა ეს ყველაფერი. PDD ისევ აქტუალური თემა გახდა, იმიტომ რომ 50 ცენტის პროდიუსინგით გამოუშვა Netflix-მა სერიები მის ცხოვრებაზე. On White Party-ს გამოკლებით და რაღაც Freak Off-ების გამოკლებით. მე ვუყურე და მოგიყვები მოკლედ, რომ გაიგო საერთოდ რა ხდებოდა. მე თუ გინდა შენითაც ნახე. მოკლედ ამ კაცმა 50 ცენტმა ამ დოკუმენტურ ჩასვა PDD-ს ისეთი ვიდეოები, რომელიც მარტო მოეპოვებოდა თვითონ PDD-ს. ეს ვიდეოები გადაღებულია სანამ დაიჭერდნენ მას 4 დღით ადრე. და თვითონ რა თქმა უნდა მაგას არ ამბობს, არ აღიარებს საიდან აიღო. მაგრამ სპეკულირებენ, რომ PDD-მ იქირავა კამერამენი, რომელსაც მე შესაბამისად ვერ გადაუხადა, იმიტომ რომ წააგო ეს დავა სასამართლოში. 50 ცენტმა ფულის ანაცვლად აიღო ეს კადრები. და შეგახსენებთ, რომ PDD რო დაიჭირეს 5 წელი. მაგრამ მე ისეთ რაღაცებს გიტყვით ამ ვიდეოში, რომ 5 წელი კიდე არაფერი არა. ეს სერიალი რო გამოუშვა, 50 Cent's PDD-ს გუნდმა უჩივლა, რომ ეს კადრები საიდან მოიპოვე და არ ქონა ამის გაშუქების უფლებაო, მაგრამ და ასევე გაუგზავნეს 50 ყვავილი, რომელზეც ხალხი ამბობს, რომ დაკრძალვის ყვავილიაო და 50 Cent's-ზე ნადირობა გამოაცხადაო და ბათაშორის არაერთხელ გამოუცხადებია ამ კაცს ნადირობა ვინმეს თავზე. ერთ-ერთი არის Tupac-ი. და რა მაგარი რაღაცა გათვალა. როგორც კი PDD არის ციხეში და ლპება იქ, ციხეში აშუქებენ სულ რაღაც ამოდენიმე არხს ტელევიზორში. და 50 Cent'მა სპეციალურად შეარჩია ის ინტერვიუები, რომელსაც ციხეში აშუქებენ ტელევიზიაში. აი ეგეთი ტროლი არის და მთელი ინტერვიუების განმავლობაში კაცი ყურებამდე იღიმოდა. ნახე რა სახე. ხოლო ახლა რა ჯანდაბა ხდება ამ სერიალში. იწყება 90-იანებიდან, აუბრობენ მისი ბავშვობის მეგობრები, თანამშრომლები, ყველა ვინც საერთოდ გარეული არის ამ საქმეში, ან უჩივის, ან თვითონაც ხედავდა რას აკეთებდა დიდი ამ პერიოდის განმავლობაში. თავიდანვე ამბობდნენ, რომ კომპლექსიანი ტიპი იყო, უნდა ყოველთვის ყველაზე დიდი ყოფილიყო ოთახში, ყველაფერს აკეთებდა, რომ რაღაცაზე მიეღწია. იდეაში კარგი რაღაცა არის, მაგრამ ამ შემთხვევაში არა. მაგრამ იყო უნიჭო. უნიჭო იყო სიმღერაში, რეპში, პოპში, R&B-ში, არაფერი არ გამოსდიოდა, მაგრამ კარგი იყო მარკეტინგში და მენეჯმენტში. დაბალი საფეხურებიდან აიწია ზევით, ჯერ სად გაძვრა, მერე სად გაძვრა, მერე ვის მოაწონა თავი, ვის მოაწონა და შეიქმნა თავი გაყიდვა დროჟად. ანუ საჭირო ადამიანი იყო, რომ შენი ბრენდი გაკაჩულიყო. და როდესაც თავისი ჰაიპმენობით, თავისი მარკეტინგით და ყველაფრით მიაღწია რაღაც საზოგადოების მხრიდან აღიარებას, მან შექმნა Bad Boy Records ამ კაცთან ერთად, რომელიც შემდეგ უკვე ამ სერიალში მის წინააღმდეგ საუბრობს, იმიტომ რომ სათქმელიც აქვს. და მისი ფავორიტი Bad Boy Records-ის ლეიბლის წევრი იყო Biggie. Biggie-ს მოსი ხო იცით? B.I.G. Biggie. თან უყვარდა Sean Combs, ანუ P.D.D-ს B.I.G. და ზედმეტად ავადმყოფურადაც უყვარდა. მაგრამ ასევე Biggie უყვარდა Tupac-ს. ახლა კაი ჭორაობა კი გამოგდის ამ ვიდეოში, მაგრამ მისმენთ, ახლა ნახე რა ვთქვა. Tupac-ს უყვარდა ძალიან Biggie, მაგრამ ამ ეგოისტ მესაკუთრეს არ მოსწონდა ის ფაქტი, რომ Tupac-ს უყვარდა Biggie. ყველანაირად ცდილობდა მათ ურთიერთობაში ჩარევას და როდესაც ნიუ-იორკში ჩავიდა Tupac-ი, სადაც P.D.D-ც იყო, საოცრება Tupac-ს ესროლის. ყველა აბრალებს დიდის. მის წინააღმდეგ გამოდიან, ფაქტებსაც ამბობენ, რატო აბრალებენ, ფაქტებსაც ამბობენ, რომ დიდიმ დაიქირავა ეს ხალხიო და Crips-ი ჩარიაო ამ საქმეშიო. Crips-ი არის განგსტერული დაჯგუფება, Bloods-ი და Crips-ი, მე Bloods-ის წევრი ვარ. და Crips-მა ესროლეს Tupac-ს. ამ დროს იქნება დაძაბულობა, როდესაც Tupac-მა გაიგო, რომ Biggie-ს მაგაცმა დიდიმ შეუკვეთა მასზე სროლა. ახსენეთ Bad Boy Records-ი ლეიბლი. ასევე West Coast-ზე იყო მაშინ Death Row. რომელსაც Suge Knight-ი მართავდა. Death Row-ში იყვნენ Dr. Dre, Snoop Dogg-ი და Tupac-ი. ეს ორი ერთმანეთს ემტერებოდა. Death Row უფრო დიდხნის შექმნილი იყო, უფრო წარმატებული იყო, უფრო დიდი სახელებით. P.D.D-ს უნდა დაეკოპირებინა ზუსტად ის წარმატება, რაც გააკეთეს ამათ. Suge Knight-ი ეზღებოდა. Suge Knight-საც ეზღებოდა დიდი. და ძალიან ბევრჯერ კლუბებში და სხვა ადგილებში მიხრა-მოხრა სროლები, მკვლელობები და ერთი ამბები ხდებოდა, როდესაც ეს ორი ერთად იკვეთებოდა. Tupac-მა გაიგო, რომ დიდი ხელიერია მის სროლაში. რა თქმა უნდა, აუმხედრდა და გადისა Bad Boy Records-ი და Biggie. ეგ დისი ყველამ ვიცით. ნუ Biggie-ს გაბრაზდა, არ მოეწონა, არ ესიამოვნა და ყველაფერი მიდგა Las Vegas-ამდე, როდესაც იყო Tyson-ის ბრძოლა. Bad Boys-იც და Death Row-ც მიდიოდნენ Las Vegas-ში Tyson-ის ბრძოლაზე. და ბრძოლის შემდეგ საბოლოოდ Tupac-ი მოკლეს. ახლა როგორ მოხდა ეგ? როგორ ხსნიან? თვითონ გამოკითხეს ის ხალხი, ვინც დიდის მეგობარი იყო, ანდაც ვინც ესროლა Tupac-ს, ანდაც ვინც იყო ჩარეული ამ თემაში, ყველას რომ კითხეს, ყველამ თქვა ასეთი რაღაც, ყველა ერთ ენაზე. P.D.D-მ დაგვავალა, რომ მანქანები გვექირავა ასევე მძღოლები, ყველა სხვადასხვა გზიდან წავსულიყავით და წამოსულიყავით. და ვერ ხვდებოდით თავი და რატო ხდებოდაო ეგო და ერთი მანქანა უნდა დაადევნებოდა Tupac-ს. მაგრამ ეს Tupac-ის მანქანა და Suge Knight-ის მანქანა, აი ეს ფოტო სადაცაა გადაღებული სიკვდილამდე. ისე წავიდნენ, რომ არავინ იცოდა სად წავიდნენ. თავიდან ეძებდნენ. მაგრამ როდესაც შუქნიშანზე იყვნენ გაჩერებულები, Tupac-ი იცნეს გოგოებმა დაუძახეს და ზუსტად დიდის ხალხმა დაძახებული გაიგეს, ანუ გოგოებმა გაწირეს, იგაი. მოატრიალეს, მივიდნენ და
ყველა ასახელებს დიდის და დღესაც ამოუტივტივდა თავის court case-ებზე, რომ ის ხელი ურევია თუფაკის ყოლობაში თან ძალიან დიდზე. ახლა აბრალებენ რომ დიდი მქნა, ეს ქნა, ის ქნა, ყველგან უარყოფს ახლა რა თქმა უნდა, ხო არ იტყვის მე მოვკალია. ბიგისაც არ ჯერა ამ ყველაფერს. ახლა West Coast-დან ამ ხალხს უკვე ემუქრებიან, რომ თუ ჩამოხვალთ, ჩვენც აქედან და რას აკეთებს დიდი. არ წავიდოდა დასავლეთში თუ პირიქით წავიდოდა. და შენ თუ თქვი რომ პირიქით წავიდოდა, შენ მართალი ხარ, დიდიმ გამოაცხადა ტური დასავლეთში, სადაც წაიყვანა BIG-ს. ბიგი წერდა ინტერვიუებს, რომ მგონია რომ ვიღაცა იქ მომკლავს და მეშინიაო არ მინდაო წასვლა. მაგრამ მაინც წავიდნენ. წავიდნენ ერთი დღე იყვნენ, after party-ც ჰქონდა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მეორე დღეს ბიგი უნდა გაფრენილიყო ლონდონში. ევროპაში ქონა ინტერვიუები და პრესასთან შეხვედრა. ამ შემთხვევაში ორი თანადამფუძნებლის ბრძოლა გაიჩითა. მეორე თანადამფუძნებელს უნდოდა რომ ბიგი წასულიყო მასთან ერთად ლონდონში, დიდის უნდოდა რომ დარჩენილიყო და კიდევ ერთხელ წვეულებებზე ყოფილიყო აქ. დიდი მთავარი იყო bad boy-ში. ამიტომ თავისი ნების და გამომდინარე მაინც მოუწია დარჩენა და იქ ყოფნა სადაც იყო PDD. იმ ქალაქში სადაც ემუქრებოდნენ რომ და 9 მარტს BIG-ც მანქანაში ჩაცხნიეს. რას აკეთებს ამის შემდეგ დიდი? გამოდის და ამბობს რომ ორივე შეცდომა იყო იქ ყოფნა, როდესაც პირნათლად ბიგი ამბობდა ინტერვიუებში რომ არ მინდა იქ წასვლა, იმიტომ რომ მეშინიაო და არ შემიძლია იქ ყოფნაო. არ გაუშვა ბიგი თავის საქმეებზე, იმიტომ რომ თვითონ უნდოდა რომ ერთდროულ რეკორდისთვის დაემტკიცებინა რომ ჩვენ ვართ, ვინც ვართ და ჩვენ ვართო თავარი ფიუებიო. ამიტომ ბიგი ემსხვერპლა ამ ყველაფერს. დიდის ახირებას. დიდი თქვა რომ უნდა გავაკეთო ყველაზე დიდი ასვენებაო, რაც ნიუ-იორკს უნახავსო და გააკეთა კიდევაც. და ხალხის თვალში ძალიან მაგრა გამოჩნდა კიდევაც, რომ აი, ძმაკაცი. ძმაო, მაგარი კაცი. არა ჩაუშვეს. ვისი ფულით იყო გაკეთებული? ბიგის ფულით იყო გაკეთებული. ანუ კაცი გარდაიცვალა და ამ გარდაცვლილი კაცის ფულით გააკეთა თავის ძმაკაცსა და ყველანაირი კრედიტი მიიღო თავის თავზე. აი ეგეთი კაცი იყო. манипуляტორი და პოპულისტი. ყოველთვის უნდოდა ყოფილიყო ყველანაირი სიტუაციიდან დიდი. არ ფიქრობდა რომ სადაუს შეცდომა და რატო ვაკეთებ ამას. ფიქრობდა რომ აქედა როგორ გამოუძრეო. ყოველთვის ეგრე იყო. ეს კვლელობები დაიფარა. ახლა გადავიდეთ მის სექსუალურ ფრიქს ცხოვრებაზე. და ცოლი, მაგრამ რა თქმა უნდა, დიდი რისი დიდია რო არ ღალატობდეს. ამავდროულად ამენეჯმენტებდა ერთ-ერთ გოგოს, ქესის, მისი სიმღერები დარწმუნებული ვარ მოსმენილი გექნებათ და ეს გოგოც გეცოდინებათ იქიდან, რომ TikTok-ზე მათი ჩხუბები გაბაზრდა. აი, გოგოს რო ათრევს ჰოლში, წიხლებით რო შედგება, აი გოგო არის ქესი. ყავს ცოლი, ყავს საყვარელი. ამ ცოლს ღალატობს ამ ცოლმა იცის რომ ღალატობს ამასთან, ამანაც იცის რომ ცოლი ყავს. მაგრამ ერთ-ერთი ხმას ვერ იღებს, იცით რატო? იმიტომ რომ PDD-ს ფული აქვს. და ეშინიათ PDD-ს. არა საბოლოოდ ცოლი მოეგება გონს, დაშორდება, წავა და დიდი გააგრძელებს ურთიერთობას ამ ქესისთან. ცოლად არ მოიყვას, შეყვარებულები არის. და აქ იწყება ყველაფერი სიგიჟე. თავიდან სერიალი იწყება იმით, რომ არც ნარკოტიკებზე ამბობდა კისო, არც სასმელი უყვარდა, არაფრით არ გულაობდა. ჯანმრთელად იყო და არც შემოიფარგლებოდაო იმ ხალხითო, რომლებიც რაღაცებს მოიხმარდნენ. ჩაეშვა თვითონ ამ ნარკოტიკებში. ერთი სექსმუშაკის ინტერვიუც აიღეს დაჟე, რომელიც ამბობს, რომ ბაწელი ქესის, ანუ მის შეყვარებულს უბაგუნებდა დიდის თვალწინ. როგორ ხდებოდა ახლა თავის დროზე სადღაც აიძე თუ რაღაც დაურეკეს, ხო იცით? ამჯერად კაც დაურეკეს. ტიპი დამხვდაო, მასკითო, მაიკა ქონდაო სახეზე შემოფარებულიო და თავის ცოლთან მიმიშვაო, მე ცოლი მეგონაო, შეყვარებულთან მიმიშვაო და თავიდან მეუბნებაო ეს ჯონსონს ბეიბიები რო ამოუღეს. ხო იცით ონობით? აი ეგ ჯონსონს ბეიბი მომცაო და აიზეთეო. ეს ავდეკიო და ავიზეთეო. მაგრამ მე არ მოეწონათო და ეს ორი აიღესო და თლიანად გადაბავლესო ზედო. როცა უკვე აქტი დაიწყო, რეჟისორივით იყო რა, ეს 10 გრადუსით ქვევით, ასტრაფტით შენელდით, ისა ესა და რაღაცებს აკეთებდაო და ეს უკვე თავიდან ნელა სამკვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ. მე უკვე ტრიფებზეც დავყვებოდიო. რაღაც პერიოდიო დღეები აბავდნენო და ყველაზე ფრიქოფები იწყებოდაო ბიგის სიკვდილის დღეს, ანუ 9 მარტში. სადაც მივყავდი დასასვენებლადო და იქ დღეები გრძელდებოდაო. რა ეკითხებოდიო როგორ გრძელდებოდაო ეს დღეებიო? ექსტაზით. შეეძლოთო 4 დღეო გადამულად ექნათო რა, ჩვეულებრივადო რა, არ შეესვენათ ისე. აი ესეთი ავადმყოფობები იჩნდება მეგობრებო. კუკოლდი იყო დიდი. ნუ არ გაიკვირდებათ უკვე იმდენი რაღაცა ვიცი დიდიზე, მაგრამ მე უკვე თვითონაც ჩაერთვებოდაო, ზოგჯერ მარტო აღარ გვიყურებდაო, რიგობით მივდიოდითო. და მე უკვე ეჭვიანობა დაიწყო ჩვენზეო, რომ ჩემს თვალწინო, კაროჩო ცემდაო, მაგრადო, იმიტომ რომ შენ ის უფრო მოგწოსო თუ მეო და ცემდაო გიჟივით. ეს გოგოც გაიქცეო და ისე უკან მოვიდოდაო და ეს გაქცევა და ისე უკან მოსვლა.
ძალიან დიდ როლს ითამაშებს საომალოდ და დაიმახსოვრეთ ეს მონაკვეთი. რა თქმა უნდა, ქესი მერე ბოლოს წავიდა, ამოიღო ხმა, რო ამოიღო ხმა, მერე ამოიღეს ხმა სხვა დაზარალებულებმა, მისმა თანამშრომლებმა, ბენდის წევრებმა, მის მენეჯმენტის ქვეშ მყოფმა ხალხმა, მეგობრებმა, პროდიუსერმა, კაცმაც კი, როდესაც სადღაც მის ფარტიზე ვიძინებდიო, დილით ტკივილით ვიღიძებდიო და ჩემ გვერდზე იღვიძებდა დიდიო და გავსი რაღაცები. მე ახლა კი ვიცინი ვარ, მაგრამ ეს სიმწრის სიცილი არის. ისეთი საზღვრებები იყო ხალხ. ვიზუალურად არა, მაგრამ ისეთ საზღვრებები მოვისმინე. პირველად არის დოკუმენტურს უყურე, ვიზი არ მიყურებია დოკუმენტური, მაგრამ პირველად არის რომ ადამიანი სულით და ხორცით მძულს. აი ესეც საზღარი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა. და ყველამ ერთიანად დაიწყო ჩივილი. თეში ემატებოდა რავი 10 საჩივარი, 10 და 50-მდე ავიდა და ასე შემდეგ. და ძალიან გადარჩა ქესის შემთხვევაში, იმიტომ რომ ჟიური ხო არის მოსამართლე და არის ჟიური. ჟიურებს აქვთ კითხვა რომ ასე ძალადობდა, ასე ცემდა ეს PDD. რაღაც მოდიოდა მაგასთან უკან. აი მესმის ფული რაღაც დონემდე მოგიყვანს უკან, მაგრამ ასე თუ გიშვება და ასე წუხარ ამ საკითხზე და ასეთი ტრამვები გაქვს, რაღაც მოდიხარ მასთან. კაი რა, როდემდე უნდა გეშინოდე, წადი და უჩივლე. და ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა იმ თემაზე, რომ მას მიესაჯა სულ რაღაც 5 წელი. ევრად უარესი შემთხვევები ქონდა დიდის, რომ პროსტა სროლებში რომ მოყოლილა 15 წელი ესჯებოდა, მაგას ქალი უჩიოდა ერთხელ, რომ სახეში მესროლაო იარაღი. მაგ საჩივარზეც გამოძრა. და სულ რაღაც 5 წელი და $500,000 დაედო ვალად. $500,000 იცით რამდენია მაგისტვის? არაფერი არა. ანუ ეს არის მაგისტვის $500,000. აი ეს. რა იურისტები ყავს ესეთი, მე ამ კაცს არ ვიცი. ალბათ ებრაელებია. ახლა დაუბრუნდეთ 50 cents. ტიპი რა დონის ჰეითერია, იკაიფე. ამდენი ხანი ელოდებოდა, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო. არა, 50 cent ყვიროდა მაგამდეც, ემინემიც ყვიროდა დიდიზე რაღაცეებს. ბევრი ამბობდა დიდიზე და გვაფრთხილებდა, მაგრამ სწორ დროს ელოდებოდნენ ყოველ შემთხვევაში და სწორი დრო ახლა იყო. და კაცი ახლა დადის შოუებში და იღივება ყურებამდე, ეგეთი ბედნიერი მე ადამიანი არ მინახავს და ახლა აღარც მიკვირს ვიღაცა რო 7 ჯერ ესროლა. Certified hater იმენა და ტროლი არის ძალიან მაგრის. სიგიჟეები გააკეთა ამ კაცმა, როგორ დაითრია ბავშვობის მეგობრები. ველა, აი ისეთი ხალხი, მე მგონი მარტო დედამისი არ გამოკითხა, ისიც იმიტომ რომ დედიკოს ბიჭი არო და მარტო დედამის უყვარსო, მე მგონიო ეგრე ძალიანო ფილოსოფიოშია. დეტალურად თუ გაინტერესებთ, თქვენც უყურეთ, მაგრამ მე მთავარი ნაწილები ამოვიღე. არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ და დამიწერეთ თქვენ რას ფიქრობთ დიდიზე. დამნაშავეა თუ უდანაშაულოა და თუ ფიქრობ რომ უდანაშაულოა, შემოწმე. აბა კარგად იყავ.